Ძვირფასო ტელემაყურებლებო, ნინა ძალიან სკანდალური ადამიანია, იცით თქვენ და აი საერთოდ არ მინდა. არანაირი სურვილი არ მაქვს რაღაც ყვითელი კითხვებით მოგმართო. რამე ამაღლებულზე მინდა გელაპარაკო. არ არის პრობლემა, მოდი დავიწყო. არა, პირიქით, კარგია შენთვის. ამიტომ ძალიან უწყინარ შეკითხვას დაგისვავ. გონდა თუ არა სექსი სააკაშვილთან? გონდა თუ არა სექსი სააკაშვილთან? მოიცადე ერთი წუთი. ამასთან კი, ამასთან. სააკაშვილთან თუ? არა, მაგასთან არ მქონდა იცი. კარგი. არ ქონდა. მართლა არ მქონდა. გასაგებია. კარგი, ნუ ეს სხვა შეკითხვა მინდა დაგისვა. მოდი მართლა. ნერვიულდი, მოიცადე, გავსწორდა ესე დავჭდა. გასწორდი? გავსწორდი. ამაღლებული შეკითხვა, ახლა უკვე ნამდვილად. პირდაპირ აი ესეთი მნიშვნელოვანი, არაყვითელი. შოუ ბიზნესში მამაშენის ფულებით მოხდი? მოიცადე. ნუ შოუ ბიზნესში კი მამაჩემის ფულებით მოხდი. კარგი. ესეთ შეკითხვა. შენ რა თანამდებობა გეკავა კულტურის სამინისტროში? მოიცადე, ხა ცოტა გრძელი სათაური აქვს. მე ვიყავი ღონისძიებების და რეგიონებთან კოორდინაციის დეპარტამენტის მიმდინარე ღონისძიებების სამმართველოს უფროსი. არა, ძვირფასო ტელემაყურებლებო, აი ამ თანამდებობის დამახსოვრებისთვის ნამდვილად ეკუთვნოდა. მეკუთვნოდა, ხო მეკუთვნოდა. მისების ორდერი. კი, მეკუთვნოდა. მისების ორდერი. კარგი, აი სანამ შენ სამინისტროში მიხვიდოდი, ჩემო კარგო. კულტურას დედა უკვე ნატირები ქონდა თუ შენს მერე მოხდა? პრინციპში ვიტყოდი, ეხ ცოტა ისეთ პასუხი უნდა გაგცეთ, ცოტა ნახევრად სერიოზული. ეხლა ყველაზე უფრო ნატირები აქვს მე. ამაზე შემდეგ გადაცემებში, ნინა, შენ თავზე მოგვიყევი. კულტურას ვერ ვიტყოდი, მაგრამ ნუ იყო რაღაცა ისეთი კურიოზები იყო ჩემში. მაგალითად? ნუ აი მაგალითად რაღაც ერთი თვის განმავლობაში მოდიოდა ერთი ახალგაზრდა მამაკაცი და ითხოვდა მის შვილის ალბომის დაფინანსებას და ვეუბნებოდით რომ მოიყვანეთ ეს თქვენი შვილი რომ ნახოთ რა ასაკეთებს, როგორ მღერის რაღაც და არ მოყავდათ თან. და აბა როგორ გავიგოთ რას მღერის, რას უკრავს თუ რას აკეთებს და მღეროდა თვითონ რომ ასე მღერისო ჩემი შვილია. წარმოიდგინე. რას მღეროდა მაგალითად? აი რაღაც ქართულ სიმღერას, ნუ ავიღოთ პირობითად ყვავილების ქვეყანა რაღაც და მღეროდა თვითონ ასე მღერის ჩემი ქალიშვილი, კაცი. ხო და ნუ შესაბამისად, ნუ ვერ მიიღო. კიდე კაი რომ ფინანსება და ნაწყენი იყო იმ მთავრობაზე. კიდე კაი ძვირფასო ტელემაყურებლები რომ ეს კაცი არ ათხოვებდა თავის შვილს, თორე ხო წარმოგიდგენიათ ის გაკეთება. და ძალიან უკმაყოფილო იყო, ძალიან კარგი. აი ესეთ შეკითხვა, ბევრი ყვითელი გაზეთი წერს შენს გარეგნობაზე. რამდენი ოპერაცია გაკეთებული? მაგალითად, აი ეს ტუჩები გაკეთებული გაქვს? ტუჩი გაკეთებული მაქვს, მაგრამ ეს ოპერაცია არ არის 5 წუთიანი პროცედურა. ანუ რა არის ეს? არ ვიცი, რაღაც გელი დამამწყარა ქვია, რომელიც წლების მანძილზე იწოვება. და რა მაინტერესებს, აი ოპერაცია ბევრი არაფერი. ფრანგული კოცნისას ხელს არ გიშლის ესა? არ ვიცი, უკმაყოფილო არავინ არ დარჩენილა ჩვენ. არა, მოიცა, არ არის სახუმარო საკითხი, ძვირფასო ტელემაყურებლები, ეს არ არის სახუმარო საკითხი. ანუ შენ არ გეუბნებიან? ანუ შეიძლება უკმაყოფილოები არიან, მაგრამ ხომ შეიძლება შენ არ გეუბნებიან? რატო არ მეტყოდნენ? უკმაყოფილო რო ყოფილიყნენ, მეტყოდნენ. არა, მოიცა, როგორ ეხლა მშვენიერი ქალბატონი იწევს ფრანგულად კოცნისკენ, შენზე, შენ კოცნი და რაღაც ბლანტე რაღაცა გეხება, ხარ უკმაყოფილო, მაგრამ არ გინდა რომ გაუტეხო და ნუ რა გინდა, განახო თუ რა გავაკეთო, ვერ გავიგე. შეგიძლია რომ განახო? მოემზადო, ოღონდ. ეს არის პირველი და უკანასკნელი და დაიმახსოვრე, მოდი. გეყოფა. უკმაყოფილო ხარ? მაიცა მიშისტობა კოცნით არ გადადის? გონი გადადის და დაგერთა, არ ვიცი. კარგი.